იქნებ დაინახოთ რა ხდება ზარზმელის ქუჩაზე. ალბათ ხედავთ რამდენი ბავშვია ირგვლივ და როგორ საფრთხეს წარმოადგენს ეს რკინის კონსტრუქცია. სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ანონიმური მომხმარებელი ვიდეოს ავრცელებს, სადაც სკვერში არსებული დაზიანებული საბავშვო ატრაქციონია გამოსახული. ატრაქციონზე წესით სათამაშო ცხენთევზები უნდა იყოს დამაგრებული, თუმცა ყველა მათგანი მოტეხილია. აღნიშნული გარემო ეგრეთ წოდებულ 11-იანებში არსებულ სკვერშია. სოციალურ ქსელში მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ადგილზე გადავამოწმეთ. გარდა ატრაქციონისა ტერიტორიაზე ასევე დაზიანებულია სკამები, ლამპიონები, მიწის რბილი საფარი. ეს არ არის ჩვენი პირველი სიუჟეტი, რომელიც ამ სკვერის შესახებ მოვამზადეთ. მიმდინარე წლის თებერვალში მომხმარებლები წერდნენ, რომ სკვერში განათების ბოძთან ღია კაბელები იყო. მოგვიანებით კაბელები ეგრეთ წოდებული სკოჩით დაამაგრეს. კაბელები ახლაც სკოჩითაა დამაგრებული. იგეგმება თუ არა და როდის სკვერის მოწესრიგება და მონიტორინგის რა გეგმა აქვს მერიას ვანდალური ფაქტების შესამცირებლად, მუნიციპალური ორგანოდან ინფორმაციის მიღებას ველოდებით. ახალციხის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით საბავშვო სკვერს და მიმდებარედ მოედანს რეაბილიტაცია 2021 წელს ჩაუტარდა, რომლისთვისაც 115,000 ლარზე მეტი დაიხარჯა.